მედიისთვის სასამართლოს კარი დაიხურა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლები კამერებით არ შეუშვეს, ასევე შეზღუდეს ტელეფონებით გადაღება ეზოშიც. დღეს საზოგადოებამ ვეღარ შეძლო ეხილა რა ხდებოდა სასამართლო პროცესებზე. ჟურნალისტებს დაწერილი ჰქონდათ განცხადებები სასამართლოს სხდომის გაშუქებისთვის, თუმცა იუსტიციის საბჭომ განცხადებებს არ უპასუხა. ადვოკატები მედიას მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ მათ პრაქტიკაში მსგავსი ფაქტი არ ახსოვთ, რომ მედიისთვის გადაღება აეკრძალოთ. კომუნიკაცია, რომელიც უნდა დადგეს იუსტიციის საბჭოსა და მოსამართლეს შორის, დაესწროს თუ არა კონკრეტული მედიის საშუალება სასამართლო პროცესზე, ამის რეალურად წარმომადგენელი არ ყავთ განსაზღვრული. ამან განაპირობა ის მომენტი, რომ სრული დაბნეულობაა. ადვოკატებმა დააყენეს არაერთი შუამდგომლობა ამასთან დაკავშირებით, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მედია დაესწროს. იმიტომ რომ საბჭოს ვერ უკავშირდებიან, ტელეფონს არ პასუხობენ, საკომუნიკაციო საშუალებები, ასე ვთქვათ, უგულებელ ყოფილია როგორც ჩანს და ამ ეტაპზე. არგუმენტი რა ქონდა, რატომ არ გადადგა სასამართლოს სხდომა, რატომ არ დარეკა იუსტიციის სიმაღლეს საბჭოში? მაგაზე პასუხი მოგასცადოთ? ძალიან ცნაური პასუხი იყო, იმიტომ რომ თუ იქნება პასუხიო, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად შემატყობინებენო და მაშინ იმოქმედებ შესაბამისად. თუ არ იქნება, შეიძლება არ იყოს ერთი თუ ერთი კვირა, ესე შემოუსასწრო. არ არის გამორიცხული. არაერთხელ აღვნიშნეთ გადაწყვეტილების გამოტანამდეც, რომ ეუბნებით გადაწყვეტილებას და თან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია საჯაროობა ამ პრინციპებს, იმიტომ რომ ხალხმა დაინახა რეალურად როგორ იკერება საქმეები. მათ შორის დღეს, როგორც გვაქვს ინფორმაცია, უნდა მოვიდეს ანდრო ჭიჭიანძის დამკავებელი. მე მაქვს ძალიან ფიქრობ სამართლიანი მოთხოვნა, რომ მე მინდა ამ ადამიანის ჩვენება დაინახოს საზოგადოება, მე მინდა ჩანდეს როგორ არაფერი ჰქონდა გამოძიებას მაშინ, როდესაც ანდრო ჭიჭიანძე დააკავეს. ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ პროცესზეც და პარალელი ანდრომაც გავლა ამასთან დაკავშირებით, რომ გირგვლიანის საქმე არის ერთ-ერთი ანარეკლი ამ საქმეს და ეს საქმე წლების შემდგომ სამწუხაროდ გახდება დიდი სირცხვილი საქართველოს ხელისუფლებას. 2016 წლიდან მუშაობ ამ სფეროში და დახურული სასამართლოს შენობა, დახურული სასამართლოს ეზო მედიისთვის არ მართენდება, შესაბამისად სრულ მხარდაჭერას გიცხადებ, გვექნება შესაბამისი მოთხოვნა სასამართლოს შემადგენლობის მიმართ, რომ უზრუნველყონ ან მინიმუმ ინფორმაციულ დონეზე გავაგებინონ მხარეებს, ადვოკატებს, ვინ ან რომელი, ეს ვთქვათ, პირი შეძლებს გადაღებას მიმდინარეობას პროცესების. იმ რეალობაში ვარ დღეს, რომ მედია საშუალებას არ უშვებია სასამართლოს დარბაზში, რაც რა თქმა უნდა დარღვევა არის საჯაროობის უფლების, ასევე რა თქმა უნდა იმანკიერი პრაქტიკის, რომელიც წლების წინ იყო და რომელიც შეიცვალა, ადრე ყოველას გვახსოვს თუ როგორ ბატონებინებდა და ნებისმიერ მოქალაქეს ტელეფონს რაღაც შესასრულში და მედია ვერ ახერხებდა შესვლას, რაც რა თქმა უნდა ძალიან ცუდად მოქმედებდა სასამართლო გადაწყვეტილებებზე და ბევრად უფრო თავისუფლად გრძნობდა მე მოსამართლე, როდესაც აი უკანონობა უნდა განეხორციელებინა და რა თქმა უნდა ამ საფრთხის წინაშე დღეს ვარ და მოვედი თუ არა, ვხედავ მედიის წარმომადგენლებს, რომ გახართ გარეთ და არ გეძლევათ საშუალება თქვენი პროფესიული მოვალეობა შეასრულოთ. პირველში ეს არის ძალიან მეუღებელი, რაც შეეხება საჯაროობას, რა თქმა უნდა საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესი არის ბიჭების პროცესებთან დაკავშირებით და რეალურად ძალიან ნათელი ხდება საზოგადოებისთვის, როგორც მიმდინარეობს ეს პროცესები და აგებენ რეალურად, პროკურატურა აგებს ჩვენთან მიმართებაში და ბიჭებთან მიმართებაში და ამის ჩვენება არ უნდა საზოგადოების. კანონი უკვე ძალაშია, რომლის წესები არ ვიცით. ადამიანებმა, რომლებმაც ეს კანონი უნდა შევასრულოთ. დაგვაყენეს დინიდან ქუჩაში. აი, ეზოში რომ შევიდეთ, აი რა შეიძლება ეზოში გადაღება რატომ მაინც არ შეიძლება, ხო? ასე ვდგავართ ქუჩაში, მანდატური ყვარაულობს, რომ არ გადავკვეთოთ საზღვარი და სამხელა შენობაში უამრავი სხდომები, რომელზეც ძალიან მაღალი ინტერესია საზოგადოების და უბრალოდ ვერაფერს ვერ ვიღებთ. ეს არის ბოლო წერტილი, სადაც კამერით შეგვიძლია რომ მოვიდეთ. ხლება გადაღებისა უნდა გასცეს იუსტიციის საბჭომ. იუსტიციის საბჭოს არ ყავს პიარი, ნუ ჩვენთვის ცნობილი არ არის ჯერ ვინმე აირჩიეს თუ არა, თუმცა ვიცით რომ წლებია უკვე არავინ იქ არ გვეკონტაქტება მედიას. მათ უნდა მიმართოთ განცხადებით, რა ფორმატის განცხადება უნდა იყოს, ვის მიმართავთ, ვინ უნდა გვიპასუხოს. სასამართლო ამბობს, რომ ჩვენ უკვე აღარ გვეხება გადაწყვეტილებას არ ვიღებთ გადაღებაზე. ამიტომ ლოგიკური იყო დღევანდელი შედეგი. ადამიანები ვერ გაიგებენ სასამართლოს სხდომაზე მიმდინარე ამბებს. ჩვენ დაგვრჩენია მხოლოდ ფუცელი და კალამი, რომ ამოვიღოთ, ჩავიწეროთ, შემდგომ გამოვიტანოთ და უკვე გავავრცელოთ სიტყვები. სიტყვას დღეს აქვს ახლა ყველაზე დიდი ფასი. ყველაფერი ძალიან ცხადია, ამას ზედმეტი ახსნა განმარტება არ სჭირდება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სისტემას არ უნდოდა, რომ თქვენ გეყურებინეთ და თქვენ გაგეგოთ სიმართლე თუ რა ხდებოდა სინდისის პატიმრების სასამართლო სხდომებზე.
მორჩა, აი ამის იქით ამბავი არ არის. არ უნდათ რომ გვეჩვენებინა სინთეზის პატიმრები, არ უნდათ რომ გამოსულიყო სასამართლოა მათი კადრები, მათი განცხადებები, მათი ფოტოები. ცნობისთვის 27 ივნის ძალაში შევიდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც სასამართლოში მედიის მუშაობა მნიშვნელოვნად იზღუდება. ცვლილების მიხედვით ყოველი კონკრეტული პროცესის წინ მედიის ხდომაზე დაშვების ნებართვას იუსტიციის საბჭო გასცემს. საქართველო დადექი ამ ლოზუნგით ქუთაისში უწყვეტი პროტესტის 214 დღეს მორიგი აქცია გაიმართა. ქუთაისში მოქალაქეები ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას ეხება, რადგან უკვე ციხეში არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები, მსახიობები, პოეტები, მასწავლებლები და ასე შემდეგ. მათი განცხადებით დღეს დუმილი მორჩილებას ნიშნავს, ამიტომ საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი ხმა ხელისუფლებას უნდა გააგონონ. ამდენი დღე უკვე ადამიანები ქუჩაში არიან და არ უშინდებიან იმ კანონებს, რა კანონებიც მიიღო ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ ხელისუფლებას დიდი ხანი არ უწერია. ხოლო რაც შეეხება ეს მასიური დაპატიმრებები, ეს არის ალბათ ბოლო ნაბიჯი, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ. საინტერესო უბრალოდ რამდენ ადამიანს დაიჭერენ, ყველას დაიჭერენ? მე მგონი ეს არ გამოუვათ, ასე რომ დაფიქრება მართებთ, სანამ ჯერ კიდევ არის დრო და სანამ ჯერ კიდევ აქვს შანსი გადაუჩნენ ადამიანების რისხვას. და სხვათა შორის იმ ადამიანების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, ვინც შორიდან უყურებს ამ ყველაფერს და ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში გამოდიან, მათ მისამართით არ იშურებენ რაღაც უწმაწურ სიტყვებს. დღეს აქეთ მყოფ ხალხს იჭერენ, ხვალ აუცილებლად მოიადგებიან მათ. 214 დღეა ვდგავართ ქუჩაში. ჩვენი მოთხოვნები რაც იყო არის კვლავ უცვლელი, რომ განთავისუფლდნენ დაკავებული ადამიანები, უკანონოდ დაკავებული ადამიანები და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები. თუმცა როგორც ხედავთ, ეს თავიდანვე ესეთი მოლოდინი შეიძლება არ გქონოდა, რომ ამდენი ხანი გაგრძელებული იყო ეს ბრძოლა, თუმცა როგორც ხედავთ, დღითი დღე უარესდება მდგომარეობა, იზრდება პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების და უსამართლოდ დაკავებული ადამიანების ოდენობა, ასევე ყოველდღიურად მძიმდება სამართლებრივად მდგომარეობა ქვეყანაში. ადამიანებს აღარ აძლევენ იმის საშუალებას, რომ თამამად გამოხატონ საკუთარი აზრი და ამ ყველაფერთან შეგუება იმ პირობებშიც, რომ განთავისუფლდნენ ეს ადამიანები, მაინც არ იქნება ალბათ სწორი, ვინაიდან ჩვენ თავისუფლად ამ კანონების ქვეშ ცხოვრებას ვერ გავაგრძელებთ. 214 დღეა უკვე ქუთაისში და რამდენიმე ქალაქში, განსაკუთრებით კი თბილისში უწყვეტი პროტესტია და ბუნებრივია, რომ დღესაც აქციას, რომლის სიმბოლური სახელწოდება იყო საქართველო დადექი, ქუთაისით შეუერთდა აქ შეკრებილი ადამიანები უცვლელი მოთხოვნებით უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების მოთხოვნით შევიკრიბნენ და მთავარი, რასაც მე ვფიქრობ, რომ ეს აქცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, არის ის, რომ ეს მოთხოვნები კვლავ ძალაშია, უცვლელია და ჩვენ ადამიანები, ვისაც გვჯერა, რომ ამ ქვეყნის დემოკრატიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ევროინტეგრაცია, ვიდრე სხვა პრიორიტეტები, რომლებიც შეიძლება შემოთავაზებული იყოს როგორც ალტერნატივები, ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ ფართო საზოგადოებას ვაჩვენოთ და კიდევ ერთხელ გავაძლიეროთ პროტესტი, რომელიც აგერო მართლა 200 დღეზე მეტია უწყვეტად მიმდინარეობს. საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ასევე 2008 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭაოს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერქში მეზღრული პროცესები დაიწყო. მეწყერმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო სამეურნეო სავარგულები და ცენტრალური საავტომობილო გზები. უკიდურესად საშიში მდგომარეობის გამო 6 ოჯახი ღვერქიდან და 2 ოჯახის წევრები ხემაღალიდან გეოლოგების რჩევით იძულებული გახდნენ, რომ საცხოვრებელი სახლები დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ. ღვერქში კიდევ 10-მდე სახლია დაზიანებული, სადაც ამჟამად არავინ ცხოვრობს. ადგილზე ვითარებას გაეცნო იმერეთის რწმუნებულის პირველი მოადგილე და მერი. მეწყრული პროცესების დეტალური შესწავლის მიზნით მუშაობს გეოლოგთა ჯგუფი. სპეციალისტები მეწყერის გამოწვევ მიზეზებს ადგენენ, რის შემდეგაც შესაძლო რისკების პროგნოზი გაკეთდება. ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში 4.8 მეგავატის სიმძლავრის ჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა. შესაბამისი ბრძანება გარემოს დაცვის დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდა. გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის მე-9 მუხლის მე-7 ნაწილისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61 მუხლის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის შეპესე ბპ ჰესის 4.8 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური სულორის ჰესების კასკადის მშენებლობა. ექსპლუატაციასა და 35 კილოვატრის ელექტროენერგიის გაყვანის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 17 ივნისის ბრძანება. ბრძანება შეიძლება გასაჭირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. კითხულობთ გამოქვეყნებულ დოკუმენტში. ცნობისათვის ვანში სულორი ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ სოფელში 12 აპრილს აქცია გაიმართა. როგორც ადგილობრივები ამბობდნენ, ისინი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი იყვნენ, რადგან სოფელს ეკოლოგიური პრობლემები ემუქრებოდა. როგორც ცნობილია, სულორი ჰეს შეპესე ბპ ჰესი აშენებდა, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის ვადა 2027 წლის 31 ივნისი იყო განსაზღვრული. შეპესე ბპ ჰესი 2021 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ინგა ადეიშვილია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ვანის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატის ბიჭიკო პაიკიძის დედაა. რიკოთის 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილ 4 კილომეტრიანი მონაკვეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ახალ 2 ზოლზე დროებით გადაერთვება ორივე მიმართულების სატრანსპორტო მოძრაობა. ერთი ზოლი მოემსახურება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალ ტრანსპორტს, ხოლო მეორე ზოლი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალ ტრანსპორტს. მოძრაობის გადართვისთანავე დაიწყება ამავე მონაკვეთზე არსებული ძველი გზის მაგისტრალურ გზად რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 2-ზოლიანი ჩქაროსნული გზა და 5 ახალი ხედი. სამუშაოების დასრულების შემდეგ რიკოთის 52 კილომეტრიანი მაგისტრალი სრულად იქნება გახსნილი ავტოტრანსპორტისათვის, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და მსოფლიოს ბანკის სესხებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ჯამორღირებულება თითქმის 3 მილიარდი ლარია. დასრულდა სამუშაოები რიკოთის 4 კილომეტრიან მონაკვეთზე, ეს არის ჩუმათელეთი ხევის მონაკვეთი. მართლაც ყველაზე რთული მონაკვეთი იყო თავის გამოწვევებით. ამასთანავე ჩვენ ივლისის თვის ბოლოსთვის გეგმავთ სურამის შემოვლითი გზის გახსნას, რაც ტურისტულ სეზონზე გააუმჯობესებს და გაამარტივებს დასავლეთის მიმართულებით და პირიქით გადაადგილებას. ძალიან ხშირად აქ 2 საათზე ნაკლებ დროში უბრალოდ გადაადგილება ვერ ხერხდებოდა. ეხლა ის იქნება, რა თქმა უნდა, 9 საათის განმავლობაში ყველაზე კომფორტულად, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით აქ გავლა შესაძლებელი იქნება. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს იყო საკმაოდ რთულად შესასრულებელი მონაკვეთი ტექნიკური თვალსაზრისით და ჩვენის დავასრულეთ. დღეს ვხსნით მოძრაობას 4 კილომეტრიან მონაკვეთზე. მომავალში პროგრესი გვექნება დანარჩენ სექციებთან დაკავშირებითაც. იყო აქ ბევრი სხვადასხვა კერები, პოტენციური კერებს უფრო ამას დავარქვენდი, რომელიც შესაძლოა მომავალში გამხდარიყო რაღაცის დიდი უბედურების მომასწავლებელი. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაკეთებულიყო ეს მონაკვეთი.
საქართველოში უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის არიან ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანისა და ლიბიის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრი პაოლო საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე თეატრალური იბერეთი წარსდგა. პაოლო მაყურებლის წინაშე ფრანც კაფკას მეტამორფოზა ითამაშა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გიორგი მეტონიძეა, ხოლო კომპოზიტორი ბეგი ნიკოლაშვილი. სპექტაკლში ასახულია ადამიანის გაუცხოება, რომელიც კარგავს კავშირს ოჯახთან და რეალობასთან. მის გონებაში კი სრული ქაოსია. სპექტაკლში ვხედავთ, როგორ ხდება მისი უარყოფა საზოგადოების მხრიდან. წარდგენა უდიდესი პასუხისმგებლობა არის პირველ რიგში და ყოველთვის გინდა არ გინდა რაღაცა დაძაბულები ვართ სანამ სცენაზე გამოვალთ, იმიტომ რომ საკმაოდ კრიტიკული, ჯანსაღად კრიტიკული მაყურებელი ყავს ქუთაისს. რაც შეეხება ამ ფესტივალის მნიშვნელობა ჩვენთვის, დიდი ხანია უკვე თითქმის დაარსების დღიდან ჩვენი თეატრი და ჩვენი რეჟისორი აქტიურად მონაწილეობს ამ ფესტივალში და კარგად ვიცით ამ ფესტივალის ღირებულებები, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიზიარებთ აბსოლუტურად ყველაფერს და რაც შეეხება ჩემს შესრულებულ როლს ვითამაშეს ფრანც კაფკას მეტამორფოზა, მე ვიყავი მთავარ როლში, გრეგორი ზამზა ერქვა ჩემს პერსონას. ნუ წიგნში ეს ეწერია, რომ ტარაკანად იქცევა მოკლედ ეს პიროვნება. ძალიან მოწესრიგებული ადამიანია, მაგრამ რაღაცა ტარაკანამდე მიდის თავისი თვითონ აღიქვამს თავის თავს ტარაკანად, ასე ვთქვათ და მე გარესამყაროც მოგეხსენებათ, როგორც შენ აღიქვავ თავს, ისე აღიქვავს გარესამყაროც, მაგრამ ეს ტარაკანაც რაღაცა ის არის გაორებული აზრით არის და ჩვენი აზრით უბრალოდ შიზოფრენია დაემართა ამ ადამიანს და გაგიჟდა და გამოიწვია ამან ეს მეტამორფოზა, რაც ეს წარმოდგენილი ჰქონდა. ეს ჰქონდა ფრანც კაფკას მეტამორფოზა წარმოდგენილი. ეს არის ნაწარმოები, რომელიც თავიდან ბოლომდე მთლიანად მეტაფორაა ზოგადად იმაზეა, თუ როგორ შეიძლება გაუცხოდნენ ადამიანები ერთმანეთისა. და ცოტა დალისეულ სტილში გადავწყვიტეთ, სურეალისტურ სტილში, რადგან წარმოდგენილი ჰქონდა არავერბალურად სპექტაკლი, როგორც მხატვრობა, ისე მუსიკა, ისე დადგმაც, ნუ როგორ მოეწონა მაყურებელს ეს მათი საქმე, მათი გადასაწყვეტია უფრო სწორედ და ჩვენ რაც შევძელით ვეცადეთ, რომ რაღაც სიამოვნება მიგვენიჭებია მაყურებელთვის. ჩემთვის ქუთაისელი მაყურებელი ყოველთვის ეს ფესტივალი ზუსტად მნიშვნელობა ჩემთვის ეს ამას აქვს, რომ ჩამოვდივარ ქუთაისში ამ საოცარ სცენაზე, მესხიშვილის დიდ სცენაზე და რაც ყველას დიდი პასუხისმგებლობა ქუთაისის მაყურებლის წინაშე. ფაქტიურად ეს არის რაღაც კატალიზატორი ჩემთვის, როგორც მიიღებს ქუთაისის მაყურებელი სპექტაკლს, ამის მერე ვხვდები ალბათ თუ რა გამოვიდა. და ეს არის ჩემთვის მართლაც კატალიზატორი და უბედნიერესი ვარ, როდესაც ამის საშუალება მეძლება, როდესაც ქუთაისის მაყურებლის წინაშე წავსდგები ხოლმე ჩემი სპექტაკლით და მიხარია ყოველთვის აქ ჩამოსვლა.
თეატრალური იმერეთის მე-16 სეზონი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში იმართება და 2 ივლისს საზეიმოდ დაიხურება. სპექტაკლებს ჟიური შეაფასებს და გამოავლენს როგორც გრან-პრის, ისე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ თეატრებს, მსახიობებსა და რეჟისორებს.